უკრაინის მთავარი სულიერი და კულტურული სიმბოლო კიევ-პეჩერის ლავრა რუსული საოკუპაციო არმიის მასირებული იერიშების ერთ-ერთი მთავარ სამიზნედ იქცა. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსკოვმა უპილოტო საფრენი აპარატები და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიშები, რის შედეგადაც იუნესკოს მემკვიდრეობის უნიკალური ობიექტი მე-11 საუკუნეში აგებული ქრისტიანული სალოცავი ცეცხლის ალში გაეხვა. დაიწყო მიძინების ტაძრის სახურავიც, 4 ადამიანი კი დაიღუპა. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი გამუდმებით ირწმუნება, რომ იერიშები მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებზე მიაქვს, საიდანაც მის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ექმნება. მოგვიანებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა აბრამმა გააუცელა ცნობა, რომ ლავრის ბერებმა მაშველებთან ერთად შეძლეს ხატებისა და სხვა სიწმინდეების გადარჩენა და მათ უსაფრთხო ადგილზე გადატანა. უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს მიერ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა უკვე შეფასდა როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ მორიგი სასტიკი დანაშაული. და მაინც რუსული ეკლესია საუბრობს იმაზე, თუ როგორ ზრუნავს წმინდა ადგილებზე და როგორ ზრუნავს და იცავს თავის ეკლესიას აქ უკრაინაში. ეს არის ბარბაროსობის აქტი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. მე მოუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცედ უპასუხოს და დაგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებმაც შელახეს ადგილი, რომელიც წმინდა არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. ომში მყოფი ქვეყნის კულტურის სამინისტროს ცნობით, იანვარში რუსულმა ძალებმა სამონასტრო კომპლექსის რამდენიმე შენობა დააზიანეს. ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს კიევ-პეჩერის ლავრაზე იერიშის მიტანით პუტინმა სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში. ის საუკუნოდ უნდა იყოს წყეული და ის წააგებს ამ ომს. მე-13 საუკუნის ურდოდან დაწყებული მე-20 საუკუნის ნაცისტებითა და ბოლშევიკებით დამთავრებული კიევის წმინდა მონასტრები მრავალჯერ გამხდარან ბარბაროსული თავდასხმის სამიზნენი. ახლა ჩვენ ვუმკლავდებით რუს ტერორისტებს, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში გადაასწრეს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევის პეჩერის ლავრა, იუნესკოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და ყველა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფო ბარბაროსობაზე. საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დედაქალაქისგან ველით მტკიცე რეაქციას. არანაირი ორაზროვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად ახლავე გვჭირდება მოქმედება. ქრისტიანული სალოცავი აქცეულა რუსული მხარის ერთ-ერთი სამიზნედ 14-15 ივნისის ღამით აგრესორმა მორიგჯერზე დაარტყა კიევის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებში მდებარე სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, ასევე ენერგოინფრასტრუქტურას, რის გამოც უმცირე 140,000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივების ვერსიით კიევში ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად რუსული არმია შეეცდება მწყობრიდან გამოიყვანოს ელექტროგამონაწილებელი ქსელი, როგორც ეს გასულ ზამთარს ძლიერი ყინვების დროს გააკეთა. კიევის გარდა აგრესორმა იერიშები მიიტანა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. მასირებული სარაკეტო დარტყმების სამიზნედ იქცა ხარკივი, ასევე დნიპრო, ჩერნიჰივი და სუმი, სადაც არიან როგორც დაშავებულები, ისე დაღუპულები, მათ შორის სამაშველო სამსახურის რიგებიდან. ორი მასირებულ იერიშებამდე რამდენიმე საათთ ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს დაურეკა. სატელეფონო კომუნიკაციისას საუბარი შეეხო ომის დასრულების დიპლომატიურ გზებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა აბსოლუტურად ზუსტად შეაფასა არსებული ვითარება, როდესაც თქვა, რომ ყველაფერი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით დაიწყო, ხოლო მაშინ ძლიერი ლიდერობის შემთხვევაში სრულმასშტაბიანი ომი უბრალოდ არ დაიწყებოდა. 14 ივნისს სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორისაც, რადგანაც კრემლის ცნობით მხარეებმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების საკითხი განიხილეს.